მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უსმენთ პოდკასტ დოზა სიმართლეს, ეს არის ეპიზოდი ნომერი 6, მე ლიზივე ყვავარ და დღევანდელ პოდკასტში მოისმენთ და მოგიყვებით იმის შესახებ, რაც ყველას გვაერთიანებს, ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვიშრომე, ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე, ბევრი კვლევა ჩავატარე, გავესაუბრე დარგის ექსპერტებს, ასევე უბრალო ადამიანებსაც და ეს თემა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ტექნოლოგიური დამოკიდებულება და ასევე სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება და მინდა ძალიან მარტივი კითხვით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ბოლოს როდის იყავით ისე რომ 1 საათი გაძელით ტელეფონის გარეშე, 1 საათი არ გამოგიყენებიათ. არა, სერიოზულად დავფიქრდეთ, არა იმიტომ რომ გვეძინა, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ არ გვინდოდა მისი აღება. ალბათ ცოტა რთული არის გახსენება, არა? და მე პირადად ხშირად მიჭერს ხოლმე რომ ესეთი რაღაცები გავიხსენო და ამჯერადაც ვერ ვიხსენებ. მაგალითად, ვიგებთ ტელეფონს 1 წუთით, შემდეგ ნახავთ შეტყობინებას, შემდეგ გავხსნით Instagram-ს, მერე Facebook-ს, მერე ვიდეოს, TikTok-ს და უცებ ნახევარი საათი ისე გადის, რომ ვერც ხვდებით. და ყველაზე უცნაური რა არის, ხო? როდის გავიდა ეს ნახევარი საათი? და ზუსტად აი ამ მომენტში ჩნდება კითხვა, ეს არის უბრალოდ ჩვევა თუ უკვე რაღაც უფრო სერიოზული, იმიტომ რომ მოდი გულწრფელად ვთქვათ, ტელეფონი დღეს უბრალოდ ნივთი აღარ არის არც ერთი ჩვენგანისთვის. ეს არის გასართობის საშუალება, კომუნიკაციის საშუალება, გაქცევის რაღაცა რეალური სამყაროსგან გაქცევის საშუალება და ზოგჯერ ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება რომ დავისვენოთ. საინტერესოა ისიც რომ მეცნიერები ზუსტად ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბრობენ, მაგალითად Cecily Shaw Anderson-ის კვლევა ამბობს, რომ სოციალური ქსელების გამოყენება შეიძლება განვითარდეს იმავე მოდელით, როგორც სხვა დამოკიდებულებები, ანუ არა უბრალოდ იმიტომ, რომ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ უკვე გვიჭირს, რომ ეს ყველაფერი არ გავაკეთოთ. და ეს ყველაფერი უკვე ცოტა სხვა დონეც არის. თუ გონიათ, რომ ეს მხოლოდ შენ გეხება, სინამდვილეში ასე არ არის. რადგან Pew Research Center-ის მიხედვით, ძალიან დიდი ნაწილი ახალგაზრდების ამბობს, რომ თითქმის სულ ონლაინ არის, ანუ სულ იყენებს ტელეფონს და ყოველთვის რომელიღაც სოციალურ ქსელში არის, ესე ვთქვათ, შესული იმისათვის, რომ გაერთოს. ანუ ფაქტობრივად ეს ყველაფერი გახდა უკვე ნორმა და არა, რა ვიცი, რაღაცა ისეთი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. წარმოვიდგინოთ, იყო დრო, როდესაც ინტერნეტში შესვლა უბრალოდ გვიწევდა იმისათვის, რომ რაღაც ინფორმაცია მოგვეძიებინა, ან აი რაღაცაში გვჭირდებოდა, რომ ინტერნეტში შევსულიყავით. დღეს როგორ არის ეს ყველაფერი, ხო, ჩვენ იქიდან საერთოდ არ გამოვდივართ და ეს ყველაფერი მე პირადად ახლა თქვენ არ დაგაკისრებთ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩემ თავზე ეს 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ინტერნეტის გარეშე მე აღარ შემიძლია ცხოვრება და არც ტექნოლოგიის, ანუ ინტერნეტი და ტექნოლოგია ერთმანეთს ცხადია ებმის. ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილი, რატომ არის ასეთი რთული თავის დანებება, ფაქტობრივად და ცხადია ახლა რომ თავს ჩვენ ვეღარ დავანებებთ ამ პირობებში ტექნოლოგიებს, შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ყველაფერში არის საჭირო, თუმცა რატომ ვერ ვამცირებთ მაინც დროს, რომ გამოვიყენოთ ტელეფონი ან სოციალური ქსელი. აქ ძალიან კარგი ახსნა აქვს B.F. Skinner's, ძალიან დიდი კვლევაა და დიდი ხანი წავიკითხე, დიდი ხანი მკითხულობდი და ასევე მოვისმინე ვიდეოები ამ თემასთან დაკავშირებითაც, რომ ის საუბრობდა, ასე ვთქვათ, ცვალებად ჯილდოზე, ეგრეთ წოდებულ ცვალებად ჯილდოზე, რაც არის ის, რომ რაღაცის შესახებ არ იცი, თუ როდის მიიღებ ამ ყველაფრისგან რაღაც კარგს. აი ხო უფრო მარტივად რომ აგიხსნათ რა ვიგულისხმებ. მაგალითად, ზოგჯერ გავხსნით ტელეფონს და არაფერი არის, ხო, აი რაღაც 10 წუთი გადის, სკროლავთ და ვერაფერს ვერ ვნახავთ საინტერესოს, მაგრამ ზოგჯერ უსფად ესე აი ამ ბუმ 10 წუთის სკროლის შემდეგ რაღაცა ისეთი საინტერესო გვხვდება, რომ მე ამის ბექებს ვიძიებთ, გადავდივართ, აი მაგალითად TikTok-ის მაგალითი რაღაცა 1-10 წუთი ისეთი უაზრობებს ვსკროლავ, მე უიმე რაღაც საინტერესო შემხვდა და ამ ყველაფერზე მე უკვე ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელებშიც ვეძებთ ხოლმე და ზუსტად ეს გაურკვევლობა გვიჭერს, ეს ეგრეთ წოდებულად, რომ მე უკვე ვერ გამოვდივართ სოციალურ ქსელებიდან. და ჩემი აზრით და არა ჩემი აზრით, კვლევებითაც ასე დასჭირდება, რომ ასე უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველ ჯერზე როცა სკროლავთ, შეიძლება რაღაცა კარგი დაგხვდეს და აი ამიტომ შევდივართ და ვსკროლავთ, რომ მოიცა ახლა დავსკროლავ და გავერთობი. და მე ჩვენი ტვინიც ამბობს, რომ მოდი კიდევ ერთხელ ვცადე, თუ არ შეგხვდა, არა უშავს. ვცადოთ და კარგი რაღაც შეგხვდება. მე კიდევ ვსკროლავ და ამასობაში ან დამათენდება, ან სადმე მაგვიანდება ხოლმე. საინტერესო არის ასევე ეს ერთი ფაქტიც და შეიძლება ეს ყველაფერი შენს დაგმართნია, მაგალითად იგვიძებ დილით და პირველი რასაც აკეთებ, ტელეფონს ამოწმებ. არა იმიტომ რომ აუცილებელია, უბრალოდ ავტომატურად. ზუსტად აი ესეთი მომენტები მე პირადად გადამხდენია და იმ ადამიანებს, რომელსაც ვესაუბრე, როდესაც ვუთხარი რომ პოდკასტის ეპიზოდისთვის ამ თემაზე უნდა მესაუბრა, მაშინ, როდესაც გათვლილი მაქვს ხოლმე, რომ აი დილის 9:30-ზე უნდა ავდგე და ყოველ დილას 9:30-ზე ვაყენებ მაგვიძარას, იმიტომ რომ 10-ზე სამსახურში უნდა ვიყო, ან 8 საათზე პირობითად. ნახევარი საათი მაქვს გათვლილი იმისთვის, რომ ტელეფონით ვსკროლო და მე 1 წუთიც რო გადამიცდება, ხოლმე აი მაგალითად არის 9
0901 უკვე. მე უკვე ვამგვალებ ხოლმე და ვამბობ, აი 15 წუთამდე ახლა კიდევ სკროლავ და მე ავდგები, მოდი. აი ეს ყველაფერი მუხუბავს ხოლმე. ამიტომ დილას როცა გავიღვიძებთ, ტელეფონი საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ და ესეც არაერთ კვლევაში არის ნახსენები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გადუნებს და მე წევხარ და მოიცა აი 5 წუთიც დავსკროლავ 5 წუთიც და ამ დროს გაგვიანდება თავკუდ მოგლეჯილი გარბი ხარ მე პირადად არაერთხელ დამმართნია აი ყველაფერი უპასუხისმგებლობაა რა თქმა უნდა. აი მაგალითად დილას გაგვიძებას რო თავი დავანებოთ ტელეფონს იგებ მაშინ როცა რაღაცაზე ფიქრობ ან გეზარება ან ცოტა მოწყენილი ხარ და პირველი რეაქცია ზუსტად არის მაგ დროს რომ მოდი აი რადგან მოწყენილი ვარ ტელეფონს ავიღებ და ეს უკვე ჩვევა ცხადია რომ აღარ არის ეს არის რეაქცია ფსიქოლოგიური გავლენა და ასე შემდეგ და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯინ M Twinges კვლევაც აჩვენებს რომ რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ეკრანთან მით უფრო მეტად იზრდება ჩვენთვის შფოთვა, დაღლილობა და ზოგჯერ მარტოობის განცდაც კი. რაც ცოტა ირონიულია ხო ალბათ, იმიტომ რომ ვიყენებთ ტექნოლოგიას იმისათვის რომ არ ვიყოთ მარტო და საბოლოოდ შეიძლება უფრო მარტოდ ვიგრძნოთ თავი და ეს ყველაფერი დადასტურებული არის როგორც გითხარით ჯინ M Twinges კვლევისგან. კიდევ ერთი რამ, რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არის ონლაინ ურთიერთობა და რეალური ურთიერთობა, რომელიც ჩემი აზრით და ალბათ ყოველს აზრითაც ერთი და იგივე ნამდვილად არ არის. შეიძლება გყავდეს TikTok-ზე ბევრი მიმდევარი, ბევრი ლაიქი შეიძლება გქონდეს, ბევრი ჩათი, სადაც მეგობრებთან იურთიერთობ, მაგრამ მაინც გრძნობდე რომ რაღაცა აკლია და ეს რაღაც არის ხშირად რეალური კონტაქტი, ცხადია ემოციურად. მეგობრებთან ერთად რო გავდივარ და რაღაცას რო ვუყვები, უფრო მეტად ვცვლი მასთან ენერგიას, ემოციას, ვიდრე წერ რაღაცა სმაილები თვითონ გამოვხატავ ჩემ ემოციას, ხო? და ახლა სანამ ბოლოსკენ გავალ ამ პოდკასტის მინდა ერთი ძალიან მარტივი კითხვა დაგიტოვოთ და არ მიპასუხოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმამაღლა, უბრალოდ დაფიქრდით. ბოლოს როდის ფიქრობდი რაღაც ძალიან ისეთზე ცხოვრებისეულზე, მაშინ როდესაც არ სკროლავდი ტელეფონს. ანუ ბოლოს როდის იყავი უბრალოდ ჩვენს ფიქრებთან ტელეფონის გარეშე. როცა არც არაფერს არ სკროლავ და არაფერს უყურებ. უბრალოდ წევხარ, ან წიგნის კითხვას მორჩი, ან რა ვიცი, რაღაცა საქმეს მორჩი და აი ტელეფონი არ აგელია და წევხარ. აი უბრალოდ ცხოვრებაზე დაფიქრდი, იმიქიდან გამომდინარე რომ ტელეფონს არ სკროლავდი. ანუ ტელეფონმა არ მოგცა იმის мотиваცია რომ რამეზე გეფიქრა. ამ კითხვაზე კომენტარებს აუცილებლად ველოდები ამ პოდკასტის ქვეშ. და სოციალურ ქსელებზე ცოტა ვილაპარაკე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ტექნოლოგიებთან მასშია, მაგრამ ცხადია, მაშინ როდესაც ტექნოლოგიაზე დამოკიდებული ხარ, იქ მოიაზრება სოციალური ქსელებიც. არ აქვს ამას მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, მაგალითად ახლა 12 წლის ასაკში შეიძლება ადამიანი იმდენად არ იყენებდეს Instagram-ს, როგორც პირობითად მე 20 წლის ასაკში ვიყენებ, მაგრამ 12 წლის ბავშვები უყურებენ YouTube-ს. ანუ ტექნოლოგიაზე როცა ხარ დამოკიდებული, ეგ იმას ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ სოციალურ ქსელებს ძალიან დიდ დროს უთმობ, იმაზე დიდ დროს უთმობ, ვიდრე უნდა დაუთმო, იმიტომ რომ ასევე არაერთი კვლევით და მაგალითად მოგიყვანთ ჯინ M Twinges კვლევას კიდევ რომ სოციალურ ქსელებზე და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება არის მართლა ძალიან მოდებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ნორმა ადამიანისთვის არის რომ დღეში 1 საათი გამოიყენოს ტექნოლოგია და ტელეფონი იმისთვის რომ სკროლოს, მაგრამ ალბათ მე 1 საათს ვიყენებ იმისთვის რომ არ ვსკროლო ხოლმე. მართლა უბრალოდ. და სულ ბოლოს უნდა გავუსვათ აუცილებლად ხაზი იმას, რომ ტექნოლოგია ცუდი არ არის, რეალურად ის ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება, მაგრამ პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც კარგავთ კონტროლს და როცა აღარ ვიყენებთ მათ, არამედ ის გვიყენებს ჩვენ. და ამიტომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი აზრით უნდა დავფიქრდეთ და ჩავანაცვლოთ ხოლმე ტელეფონთან კავშირი სხვა რამით, მაგალითად მე დავიწყე ხოლმე ახლა გარეთ დავდივარ უფრო ხშირად, უფრო მეც ვკითხულობ, რომ აი მართლა მოვიშორო ეს საშინელი რაღაცა, რომელიც მართლა მჭირდება, მაგრამ გრძნობ, რომ ზედმეტად ბევრი დროის ხარჯვა არის ხოლმე ჩემთვის და ეს იყო დოზა სიმართლის მე-6 ეპიზოდი. იმედია ამ ეპიზოდმა ცოტა მაინც დაგაფიქრეთ, მაშინ ღირდა ამდენ ლაქ-ლაქად დალაპარაკად. გმადლობთ რომ მისმენდით, მე მომდევნო ორ შაბათამდე გემშვიდობებით დროებით.